რუსეთმა ალე კველისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით ელისაშვილს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს. ალე კველისაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად 2022 წლის მარტში წავიდა. რუსეთს მისი დაპატიმრება სწორედ ამის გამო სურს. ალე კველისაშვილის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო რუსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ძალიან დიდი პატივია, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩემზე ძებნა გამოაცხადა და დონეცკის სასამართლომ აი სეპარატისტული მამაძაღლური ანკლავი რო არის უკრაინის ტერიტორიაზე რუსული შექმნილი, იმის სასამართლომ დაუსწრებლად გამოაცხადა ძებნილად. ძალიან დიდი პატივია და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ პატივია უკრაინელი გმირი და თავგანწირული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის, ესეთი რაღაცის შეფარდება, ეს ერთი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ბრძოლისთვის, იმიტომ რომ თუ უკრაინაში ვიყავი, პირველ რიგში ვიყავი საქართველოს სახელმწიფოსთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ერთი მამაძაღლური ნათქვამი იმ განცხადებაში, რაც გაავრცელეს რუსებმა, არის, რომ თითქოს მე ვიყავი დაქირავებული მებრძოლი, ეგრეთ წოდებული ნაიომნიკი და თითქოს ფული ავიღე იქ ყოფნის გამო. ეს არის ძალიან უსინდისო, რა თქმა უნდა, ხა რუსების უმსგავსო ტყუილი. მე იქ ჩემი ხარჯით ჩავედი პოლონეთიდან უკრაინაში და ასევე ჩემი ხარჯით დავბრუნდი. ერთი თეთრი, ერთი უკრაინული გრივნა არ ამიღია იქ ბრძოლის სანაცვლოდ. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ვიყავი მოხალისე მებრძოლი.